გმადლობთ თქვენი მნიშვნელოვანი შრომისთვის და ასევე თქვენი კოლეგების შრომისთვის ადგილობრივ მთავრობაში. და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებისაც. ქვეყნისა და უცხოეთის მეგობრებო, მიხარია რომ ყველა თქვენგანი აქ არის. ქმედებებითა და ბიუჯეტებით. ჩვენ თავრობაში ვადგენთ ეროვნულ პოლიტიკას. თქვენ თითოეულ დასახლებაში, თითოეულ ქალაქში უკეთ იცნობთ საჭიროებებს და თქვენს ცხოვრებლებს, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად. თქვენ ხვდებით მათ ქუჩაში, დაწესებულებებში, სკოლებში, მედეგობის ცენტრებში, საცხოვრებლებში, სიტუაციურ ოთახებში, სავაჭრო ობიექტებში, უბნებში. თქვენ ძალიან კარგად იცით რა არის სასწრაფო, რა აკლია, რა სტკივა. და მე ვისწავლე რომ თქვენ გაქვთ საოცარი გზები ეს ამიხსნათ ჩემთვის და ჩემი კოლეგა მინისტრებისთვის. თქვენ ამას საოცრად აგეთერთ და ამიტომაც მუშაობ თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით. ბოლო წლებში ჩვენ ხელმძღვანელობდით ინიციატივებს მთავრობის კომპეტენციების გასაფართოებლად. უფლებამოსილებები ადგილობრივ დონეზე უნდა გადავცეთ. ყოველთვის საუბრობდით ამაზე, ვსაუბრობდით. დღეს ამას ვაკეთებთ. ეხლა ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს მეტროპოლიური ხელისუფლებების შესახებ, უბრალოდ გადმოგცემთ ძალაუფლებას და ასე უნდა იყოს. რესურსები, რომლებიც ჩვენ გადმოგცემთ თქვენ. ჩვენ ვწლებით ბავშვს საბავშვო ბაღში ან საკლასო ოთახში, ბიზნესის ფლობელთან, რეზერვის ჯარისკაცთან, რომელიც სახლში ბრუნდებება, ოჯახთან, რომელიც იძულებული გახდა დროებით გადასულიყო. და მე თქვენთან ერთად ვიყავი არაერთ შემთხვევაში და სიტუაციაში, როდესაც გვიწერდა ევაკუაციასა და რეაბილიტაციასთან გამკლავება. თქვენ საოცრები იყავით და მთავრობის შესაბამისმა უწყებებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ქუდს ვიხდი თქვენს წინაშე. ქუდს ვიხდი თქვენთვის. მადლობა თქვენ. ასე უნდა მუშაობდეს ადამიანი. ძლიერი მთავრობა და ძლიერი ხელისუფლება. ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი მთავრობა ერთად მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი დამოუკიდებლობის ომის განმავლობაში, რომელიც ჩვენი ისტორიის ყველაზე ხანგრძლივი ომი იყო. ჩვენი გმირი, ნებრძოლები. რა გმირები ყავს ჩვენ? მართლა, რა გმირები? დაუღალავად იბრძვიან ბრძოლის წინახაზზე. და ჩვენ ერთად დაუღალავად მოქმედებთ სამოქალაქო ფრონტის წინახაზზე. თქვენ ქალაქების ხელმძღვანელები და ხელისუფლების წარმომადგენლები მოწოდებული იყავით ოპერაციული უწყვეტობის შესანარჩუნებლად, თუნდაც ცეცხლის ქვეშ და თქვენ ეს მოახერხეთ. თქვენ გასცენით საგანგებო ცენტრები, მოусმინეთ ადამიანების თქივილს, მოწოდებული იყავით გადაგეწყვიტათ სასწრაფო პრობლემები. განსაკუთრებით როგორც თქვი იმ ადგილებში, სადაც სახლები დაზიანდა, ზოგჯერ მთელი უბნები იყო დაზარალებული. ეს არ შეგაჩერათ. ვნახეთ თქვენი ენერგია და მზრუნველობა, ასევე თანამშრომლობა ყველა უწყებასთან. ეს არის ის, რაც მსოფლიომაც შენიშნა. ლიდერებმა ამის შესახებ კითხეს, თქვენს, როგორ ახერხებთ ამას? მე ვუთხარი. ჩვენ ხვალ საოცარი ხალხი, ხელმძღვანელობა, რომელიც მუშაობს. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის მადლობას გიხდით. ამავე კონტექსტში მინდა რაღაცა თქვა ჩემსა და ჩემი მთავრობის კოლეგების პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა ემყარება, ხარად დგას და ის დგას ორ საყრდენზე, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. სახელმწიფოს უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დგას. უსაფრთხოებას სიტყვებით ცარიელი განცხადებებით ვერ მიაღწევ. უსაფრთხოებას ძალით, სიმტკიცით აღწევენ, ერთი წესის მიხედვით. იცით რა არის ეს წესი? ჩვენი წინაპრები იცოდნენ რა იყო ის. ვინც ადგება რომ მოკლას, ადექი შენ პირველი და მოკალი ის. თუ ვინმე ადგება განზრახვით რომ მოკლას, ადექი შენ პირველი რომ შეძლო მისი მოკლა. ჩვენ მოგვიწია უსაფრთხოების კონცეფციების და მთლიანად ჩვენი მიდგომის შეცვლა უსაფრთხოების მიმართ, დაჯაფოების მიმართ და ასე მოვიქეცით. ჩვენ შევცვალეთ გზა. ჩემ კოლეგებთან ერთად ჩვენ სათავეში ჩავუდექით ფუნდამენტურ ცვლილებას. აქ ჩავიკეტოთ საკუთარ სამყაროში. გავიდეთ ღია სივრცეში, ინიციატივის აღება, შეტევა, გამჭრიახობა, მოხერხებულობა, სიმამაცე.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ომში გავაკეთეთ და ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, იყო ის, რომ მეორე დღეს თქვი, ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს და ჩვენ ამას ვცვლით. ჩვენ მას საფუძვლიანად შევცვალეთ და კვლავაც ვცვლით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, ყველაზე ფუნდამენტური იყო შიშის ბარიერის გარღვევა. ჩვენ თვითონ შევიცვალეთ. და ეს სულაც არ იყო მარტივი პროცესი. რადგან 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტაში ამ მკვლელებმა საშინლად დაგვესწნენ თავს. და ჩანდა, რომ ისრაელის სახელმწიფო გარდაუვალი და საშინელი განადგურების წინაშე იდგა. და მე ვიფიქრე. როგორც ორშაბათს თქვი, ჩვენ მთელ მსოფლიო წესრიგს თავდაყირა დავაგენებთ. მე არ მიფიქრია, რომ ჩვენ მხოლოდ ჰამას ვებრძოდით. მე მეგონა, რომ ჩვენ ირანსა და მის წარმომადგენლებს ვებრძოდით, ირანულ ღერცს და ამისთვის საჭირო იყო ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება. დაახლოებით საათის ისრის მიმართულებით. და ამიტომაც დავიწყეთ ჰამასით. ეს რთული იყო, რადგან ალონთან ერთად იქ კიდევ ასობით ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ხალხი იყო, სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომელთაგან ზოგი აქ ელჩებითაა წარმოდგენილი. მოგესალმებით თქვენ. ჩვენ უნდა გადაგვერჩინა ისინი და შემდეგ მათ მითხრეს შემდეგი. მოусმინი ამას, რასაც ახლა გეტყვი. ეს მითხრეს ადამიანებმა, რომლებიც ახლა ჩვენთან სტუმრად მოდიან. მითხრეს პრემიერ-მინისტრო. გაჩერდი, ეხლავე გაჩერდი. გქონდ გაჩერდით. არ შეხვიდე რაფაში. მოდით შევთანხმდეთ, არმიატო ფილადელფია. მოდით შევთანხმდეთ, გავალთ ღაზას სექტორიდან. ღაზას სექტორის 0% დაბჭება. ჩვენ მივიღეთ მძევლებს. ეს იქნება გამარჯვება. ამას გამარჯვება წარმოვაჩენთ. წარმოვაჩენთ, მახსოვს ეს სიტყვები. ამას გამარჯვება წარმოვაჩენთ. ისინი ძალიან კარგად წარმოაჩენენ ყველაფერს. ამინ. და მე უთხარ იმას. თუ რაფაში არ შევალთ, მომავალში ჰამასის ხელახალი შეიარაღების შეჩერებას ვერ შევძლებთ. და მათ ვკითხეს, გატაცებულები რა იქნება? მე უთხარი, ისინი ჩვენ გავათავისუფლებთ. და ჩვენ ვიმოქმედეთ. როცა დავემუქრეთ ღაზაში შესვლას და შევედით კიდეც, ამასაც წინააღმდეგობა გაუწიეს. და ყველა დავაბრუნეთ სახლში. ბოლომდე უკანასკნელიც კი, რანი გაბრიელი, ისრაელის გმირი და ყველა დანარჩენი. უდაჯერებელი საქმე, მაგრამ ისინი დათანხმდებოდნენ მხოლოდ სრულ გამოყვანაზე. დღეს ჩვენ თითქმის ღაზას სექტორის თითქმის 70%-ს ვაკონტროლებთ და ვახშობთ ჰამას და ბოლოებსაც ვანადგურებთ. არსებობენ ხოცვა ჟლეტის არქიტექტორები. ადინ ქადადი, ის იყო, ახლა კი ხელმძღვანელობდა. სინამდვილეში ის იყო მათი უფროსი. იცით რა გააკეთეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ის გავანეიტრალეთ? რა გააკეთეს მათ? არაფერი. არც ერთი რაკეტა, არც ერთი მართვადი რაკეტა, არც ერთი ტყვია. მართალია, იქ ჯერ კიდევ არის ჰამასი, ჩვენ ამასაც მივხედავთ. მაგრამ ეს ღაზადან გასვლაზე ოდნავ მეტია. მაშ ადამიანები, რომლებმაც ადრე გვითხრეს, რომ ღმერთით დაკმაყოფილებული ყავით, დღეს გვეუბნებიან, მაგრამ თქვენ 100%-ს ვერ მიაღწიეთ, ხოლო 80 ან 90% მიაღწიეთ. და რა მოხდებოდა, რომ დამეჯერებინა ეს რჩევები? ჩვენ ისევ რანიესთან, დეიბთან და სინვართან დავრჩებოდით და რა თქმა უნდა, ლიბანში აღარ გავაგრძელებდით. არც ბიპერებთან, არც ვაქცინაციასთან. მათ ჰქონდათ სარაკეტო არსენალი, 150.000 რაკეტა და მართვადი რაკეტა. ეს არის 150 მსოფლიოში ყველაზე დიდი რაკეტებისა და მართვადი რაკეტების კონცენტრაცია ჩვენს ქალაქებზეა მიმართული, ამ ადგილზეა მიმართული. არა მხოლოდ ჩრდილოეთისკენ. და დღეს მათ დარჩათ 8%. ეს მაინც ბევრია. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგრამ რომ მომესმინა იმ ადამიანების რჩევებისთვის, რომლებიც გროუბნებიან, რომ მიზნებს 100%-ით ვერ ვაღწევთ, მაშინ ნასრალასთან, მათ ხელმძღვანელ გუნდთან და ყველა დანარჩენთან ერთად ამას მივილებდით. არა, ამას არ დავთანხმდებოდი. მაშინ ლიბანის ტერიტორიაზე შევედით. და ჩვენ მოვახერხეთ ნასრალას ლიკვიდაცია. ფაქტობრივად მისი მთელი სარდლობის გუნდი გავანადგურეთ. და კიდევ ბევრი სხვა ტერორისტიც გავანადგურეთ.
თითქმის 10,000. როცა ვამბობ, რომ გავანადგურეთ, იცოდეთ, ეს მთავრობის პოლიტიკაა. ეს ჩემი და ჩემი კოლეგების შეგნებული პოლიტიკაა და ასევე ჩვენი მებრძოლების, ჩვენი მეთაურების დამსახურებაა. მათ გარეშე ეს არ მოხდებოდა. და ეს თქვენი განძლეობის და თქვენი ძალის და მსიძალის დამსახურებაა. ახლა მოდიან და გვასწავლიან ჭკუას, მაგრამ ლიბანში ჯერ კიდევ არსებობს ჰეზბოლა. ეს სიმართლეა. მაგრამ იქ კიდევ ერთი რამ არის. დღეს იქ არსებობს უსაფრთხოების ზონა, რომელიც არ აძლევს ჰეზბოლას ან მის ნარჩენებს საშუალებას შეიჭრან გალილეაში, რადგან ეს იყო მათი გეგმა. და ამ მთელ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ჩვენ ვანადგურებთ. მე იქ ვიყავი ლიბანის სამხრეთში, ეს ვნახე. დაუჯერებელია, ეს უბრალოდ განსხვავებულია. და კიდევ გვაქვს სამუშაო. განსაკუთრებით იმაში, რასაც მე მანჰეტენის პროექტს უწოდებ. ჩვენ ვიქნებით პირველები მსოფლიოში, ვინც ნავთობის დრონების პრობლემას მოაგვარებს. ეს გლობალური პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ამას ვაგვარებთ. მაგრამ თქვენ 100%-ით არ მოგიგვარებიათ. კარგი, მესმის, მაგრამ უკვე გზაზე ვართ. და რომ თქვენს რჩევას გავყოლოდით და რაფაში გაგვეჩერებინა, აბსოლუტურად არაფერს მივიღებდით. სრული ნული, მართლა არაფერს. რაც კი ვიცი, რამდენი სხვადასხვა ენა ლაპარაკობენ აქ. ნული. ეს უბრალოდ ჩვენი ბუნება არ არის. და შემდეგ სირიაში გავაგზავნეთ გზა. აქაც გვითხრეს. კონკრეტულად რომ შევსულიყავით, რომ ეს გონივრული ან ფრთხილი ნაბიჯი არ იქნებოდა, რომ არ იყო, არ ვიცი, რაღაც ასეთი ყოყმანით. მაგრამ მთელი ძალით შევედით და ასევე გადავარჩინეთ. ჩვენი დრუზი ძმები, ვესალმები მათ. დავიცავთ დად, დავიცავთ დრუზ ძმებს, არ მივატოვებთ. დავიცავით და მომავალშიც დავიცავთ. ღრიალი, ანუ კეთ რო თქვათ, ხალხი როგორც ლომი. ამ სახელის არჩევა გადავწყვიტე. ხალხი როგორც ლომი აღდგება, ასეა ხომ? რადგან ჩვენ ყავს ლომების ხალხი და ლომების არმია. და მე ვუთხარი მათ, შედით, მთელი ძალით შევიდეთ. ასევე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, ორ პრეზიდენტს, ჯერ ბაიდენს, როცა მითხრეს, რაფაში არ შეხვიდეთ. იცით რატომ თქვეს, რაფაში არ შეხვიდეთ? იმიტომ რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ის შეწყვეტს იარარის მიწოდებას. მე ვთქვი, მე მას ძალიან ვცემ ისიც ომის დასაწყისში აქ იყო, მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ შევალთ და საჭიროების შემთხვევაში ფრჩხილებითაც ვიბრძოლებთ. რადგან არის მომენტები, როცა საჭიროა, იცოდე, როგორ უთხრა, თუნდაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რისთვისაც ვიბრძვით. როცა პრეზიდენტ ტრამპთან მივედი, მანამდე ლომის გულით უთხარი. ჩვენ მივდივართ ირანში, რადგან არ ვაპირებ დაველოდო ამ ტრებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ უდათ ჩვენი განადგურება. თქვენიც სხვათა შორის ესეც გითხარით, მაგრამ ჯერ ჩვენ არ ვაპირებ ამის დაშვებას. და ამიტომ მოქმედებთ. ნებართვა არ მithოვია, უბრალოდ ჩვენი გეგმა გაცნობეთ. საბედნიეროდ ბოლოს ისიც შემოგვიერთდა, ძალიან მნიშვნელოვან ქმედებაში. მაგრამ თქვენს ეს შეუძლებელია, არ გააკეთო ეს, არ ჩაერიო, რადგან ირანი მოვა და გაანადგურებს ჩვენს ქალაქებს, გაანადგურებს ჩვენს მოქალაქეებს და ათასები, თუ არა 10,000-ები დაიღუპებიან. მაშ, იმ ადამიანებიდან ვინც გვითხრა, არ შეხვიდეთ ღაზაში. არ შეხვიდეთ რაფაში, არ შეხვიდეთ ლიბანში, არ შეხვიდეთ სირიაში, არ შეხვიდეთ ირანში. სამყაროს ოსტატო, არ შეუტიო, არ გამოამჟღავნო მათი ხელმძღვანელობა. დღეს ისინი მოდიან და გვეუბნებიან, მაგრამ თქვენ არ დაასრულეთ საქმე. ისინი, ვინც არაფერი გააკეთეს, მოდიან და გვეუბნებიან. თქვენ 100%-ს ვერ მიაღწიეთ, მხოლოდ 80 ან 90% მიიღეთ. ჯერ კიდევ დარჩენილია სამუშაო, არ დასრულებულა, ეს მართალია. მაგრამ ვინ გააკეთებს ამას? თუ ხელმძღვანელობა არ ყავს. ვერსია, რომელიც ნამდვილად რეალურია და არა უბრალოდ ის, რასაც ჩვეულებრივ საუბრის თემებში ამატებენ. ანუ დიახ, სინამდვილეში. ყველა სახის სარეკლამო სააგენტოები. როდესაც ადგილზე გიცდიან, როგორც ჩვენს კომანდირებს ადგილზე ცდიან, მაშინ ერთადერთი შედეგი, რაც მნიშვნელოვანია, არის შედეგი და შედეგი დიდებულია. ჯერ კიდევ არის სამუშაო გასაკეთებელი ღაზაშიც, ასევე ლიბანშიც, ასევე ირანის წინააღმდეგაც. მაგრამ მინდა ორი რამ გითხრათ. სანამ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
და კიდევ ერთი რამ, სანამ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი, ჩვენ მტკიცედ შევინარჩუნებთ უსაფრთხოების ზოლს ლიბანის სამხრეთში. რამდენადაც საჭირო იქნება ჩრდილოეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უზრუნველსაყოფად და ერთად ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ კეთილდღეობისთვისაც. მე ვთქვი, რომ უსაფრთხოება არის პირველი საყრდენი. მე ცოტა მეტი ვილაპარაკე ამაზე. იცით რატო? რადგან უსაფრთხოების გარეშე ვერ ვიარსებებთ და უსაფრთხოება მიიღწევა მამაცი გადაწყვეტილებებით და მამაცი მეთაურებითა და ჯარისკაცებით. ეს ჩვენ უხვად გვაქვს. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და შესაძლებელია დიდი საქმეების გაკეთება დიპლომატიურ ასპარეზზეც, სწორედ იმ ძალის გამო, რომელიც ვაჩვენეთ. მაგრამ ასევე ვისაუბრე კეთილდღეობაზე. ამ მხრივ ჩვენ ვახორციელებთ განვითარების, ზრდისა და აღდგენის გეგმებს თქვენთან ერთად უპრეცედენტო მასშტაბებით. ეს რთულად გავაკეთეთ. გამარჯობა დორით. დორიც, გენერალური დირექტორი. სამოდექი ერთი წუთით. აი შენ იმსახურებ ამას. მადლობთ. დორით შტაინმეცი გენერალური დირექტორია. თქვენ ყველა მიცნობთ მას, კაბინეტიდან, პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან. და მან ასევე იმუშავა სხვა სამინისტროების გენერალურ დირექტორებთან. და მან თქვენთანაც იმუშავა. და აქ ერთად საოცარი სამუშაო შესრულდა. მინდა რომ გავიგოთ იმ ინვესტიციების მასშტაბი, რომელზეც ვსაუბრობთ. მხოლოდ გასულ წელს სამხრეთის გაძლიერებისთვის დაახლოებით 23 მილიარდი შეკელი გამოვყავით. ოტეპის რეგიონის აღდგენა, ისრაელი, დასავლეთ ნეგევის განვითარება, ბეერშევას როგორც მზარდი მეტროპოლიის პოზიციის გამყარება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამუშაო შესაძლებლობების შექმნა, ჯანდაცვის სერვისების გაფართოება, ინოვაციების დახალისება და რაც ყველაზე მთავარია, შედეგებს საკუთარი თვალით ხედავთ. რადგან სამხრეთი მხოლოდ კი არ აღდგება, არამედ ყვავის. ნეგევის დასავლეთში, მათ შორის ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელზე რეკორდული მოთხოვნაა. ძველი მცხოვრებლები ბრუნდებიან, ახალი მცხოვრებლები ჩამოდიან, თემები ხელახლა ცოცხლდებიან. ეს ნამდვილი გამარჯვებაა. საუბარი არ არის მხოლოდ განადგურებული სარდგენაზე, არამედ უკეთესი რეალობის შექმნაზე. ამიტომ სამხრეთში ჩვენ მივიღეთ მაგალითი იმისა, რა შეიძლება მიღწეულ იქნას, როდესაც მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ერთად მუშაობენ, საერთო ხედვით ხელმძღვანელობენ. რაც სამხრეთში გავაკეთეთ, იგივე გავაკეთეთ ჩრდილოეთშიც. და ახლა ხა მთავრობამ დაამტკიცა, ჩრდილოეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სერიადია, რომლის ღირებულება 29 მილიარდ შეკელს შეადგენს. ეს მოიცავს კონფლიქტის ხაზზე მდებარე თემების აღდგენას, გალილეასა და გოლანის მაღლობებზე დასახლებების გაფართოებას, კულტურას, ჯანდაცვას, განათლებას, დასაქმებასა და ტრანსპორტს. და სხვა საკითხებსაც. ქირიათ შმონას უნივერსიტეტი, მატარებელი ქირიათ შმონაში. ადრე ამას დასცინოდნენ, ეხლა კი აღარ. მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურის რევოლუციის ხელუციის ხელმძღვანელობის დიდი პატივი მხვდა წილად, იცით რატომ? როდესაც ჯარისკაცი ვიყავი, ჩემი სამსახურის ნაწილი საიერეთ მათკალის დანაყოფში სირიაში უნდა გამევლო. ბოდიში, გოლანში, ასევე სირიაში. და იქ მისვლა საჭირო იყო. და ჩვენ მოგზაურობდით ბეით-ლიდის გზაზე, ვიწრო გზაზე, მაგრამ როცა ვადი არაში მივდიოდით, რიგებში ვიჭედებოდით. საათები და საათები მჭირდებოდა იქ მისასვლელად და როცა სუეცის არხისკენ ჩავდიოდით, იგივე ხდებოდა. შენ მართავდი მანქანას მთელ ამ ორმოებიან გზაზე, დაახლოებით ქირიათ ღათამდე და მერე ჩერდებოდი. სინამდვილეში არა ქირიათ ღათამდე, ბოდიში ქირიათ მალაქამდე. და მე მკითხე რატომ? რატომ არის ასე? და იმ მომენტში, როცა პრემიერ-მინისტრის რანგში ამის შესაძლებლობა მომეცა, ვთქვი, ჩვენ უბრალოდ დავფარავთ ქვეყანას ავტომაგისტრალებით, გადაკვეთებით, გვირაბებით, მატარებლებით. და ეს მართლაც ხდება და ქირიათ შმონა ამის ნაწილია. ეს არის ამის შედეგი. და ასევე მნიშვნელოვანია მე-6 ავტომაგისტრალის ჩრდილოეთისკენ გაგრძელება, გალილეის ცენტრალური რეგიონების გაძლიერება და სხვა გეგმები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გააძლიერებთ ჩრდილოეთს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი დაპირება ჩრდილოეთის ცხოვრებლებს და თქვენ, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებს, ნათელია. ისევე როგორც სამხრეთს მოუტანეთ აღორძინება, ასევე მოუტანთ ბიძგს, ბოდიშს ვიხდი, წინსვლას ჩრდილოეთს და ყველა ვინც მაშინ არ ჯეროდა, რომ ეს სამხრეთში მოხდებოდა, ახლა ამას ხედავს. ციფრები ამას აჩვენებს. ქვეყნის ყველაზე დიდი ზდისტიდის ზდის ტალღა ამჟამად გაზას მიმდებარე რეგიონშია, ასე რომ ეს მართლაც საოცარია.
ეს არ მაგვირებს, არ მაოცებს, რადგან ეს გეგმა იყო, იგივე მოხდება ჩრდილოეთშიც და ისევე როგორც დღეს სამხრეთი იზიდავს ახალ ოჯახებს, ინვესტიციებს, მოთხოვნას, ასე იქნება ჩრდილოეთშიც. ჩვენ არ ვაკონფილდებით მხოლოდ იმით, რომ ვაბრუნებთ მოსახლეობას სახლში, ჩვენ დიდ ძალის ხვევას დებთ ახალი მოსახლეობის მოსაზიდად, ახალი ინფრასტრუქტურის დასანერგად, ახალი ზრდის ძრავების განსავითარებლად, საცხოვრებლისთვის, დასაქმებისთვის, ცხოვრებების ყველა საჭიროებისთვის. და მინდა რაღაცა თქვა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის გარდა, აქ კიდევ ბევრი ადგილობრივი ხელისუფლებაა წარმოდგენილი. მას ჩემო მეგობრებო, ქვეყნის სხვა ნაწილების ხელისუფლების ხელმძღვანელებო, ჩვენ თქვენთვისაც ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინიციატივებს. ჩვენ მოვხსენით ბარიერები დაახლოებით 850.000 საცხოვრებელი ერთეულებისთვის. ეს თითქმის მილიონი საცხოვრებელი ერთეულია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო შეთანხმებებს დაახლოებით 200.000 დამატებითი საცხოვრებელი ერთეულისთვის. ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, ავაშენოთ 2 ახალი საერთაშორისო აეროპორტი და უკვე მოქმედებთ. ჩვენ გვაქვს აეროპორტი სამხრეთში. ვერ მოვაგვარეთ. სამხრეთში აშენება შეუძლებელია. აქ არის საჰაერო ძალების ბაზა და აქ არის რყევები, აქ არ უნდათ და იქაც არ უნდათ. უცუნდათ. უთხარი, მომიტანეთ რუკა. უყურებ რუკას და ვამბობ. ეს ადგილი აქ. პრემიერ-მინისტრო, ეს ახლოსაა ღაზასთან. ვამბობ, ღაზა არ არსებობს. ისინი ჩვენზე ტყვიებს არ ისვრიან და თუ ისვრიან, არავინ დარჩება. როგორც არ უნდა იყოს, არავინ დარჩება. მაშ რა სიტყვით ცელიზე? კარგი. ახლა ჩვენ ცელინში სამხრეთის ბანაკს ვაშენებთ და ჩრდილოეთის ბანაკიც აშენდება. ჩვენ ვაკეთებთ, წრეზე არ დავდივართ. ვაკეთებთ, გადავცემთ, ვადგენთ ბიუჯეტს, ვავითარებთ, ვაშენებთ თქვენთან ერთად. გარდა ამისა, ვაძლიერებთ იერუსალიმს, მის შემოგარენს, გუშ-დანს, შარონს, იუდეასა და სამარიას. ქვეყნის აღმოსავლეთ ხერხემალი იქ ვიყავენ მთელი ხელმძღვანელობის განმავლობაში. ჩვენ ამ საზღვარსაც დავხურავთ. ისევე როგორც ჩემი ხელმძღვანელობის დროს, დავხურეთ საზღვარი ეგვიპტესთან, შემდეგ ლიბანის საზღვარი და შემდეგ გოლანის მაღლობებების საზღვარიც. ეს ყველაფერი ჩვენ ვაკეთებთ. და კიდევ სხვა სფეროებიც არის, რომლებიც თქვენ ძალიან კარგად იცით. თქვენ ამ ყველაფრის ნაწილი ხართ. მომავლის ყველა ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, კვანტური ტექნოლოგიები, ყველას ახლა ვესტუმრე სკოლას მარლიში, ტუმენში. ეს უბრალოდ სიამოვნებაა, რომ ხედავ ამ საყვარელ ბავშვებს, როგორ მუშაობენ უკვე ხელოვნურ ინტელექტთან. დაახლოებით ისე, როგორც თქვენი შვილები და შვილიშვილები უკვე მუშაობენ. პატარები უკვე მუშაობენ მობილური ტელეფონებით. ასე ისინი უკვე მუშაობენ მომავალ თაობაში, მომავალ თაობებში. ჩვენ პრემიერ-მინისტრის კაბინეტში დავაარსეთ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული შტაბი. მე მის სათავეში დავაყენე უმაღლესი დონის პროფესიონალი, ბრიგადის გენერალი რეზერვში ერეს ჰაზაკელი. და ეს ცენტრი ყველა დიდ კომპანიასთან მუშაობს. არ არის შემთხვევითი, რომ ისინი აქ მოდიან. არ არის შემთხვევითი, რომ ნვიდია აქ მოდის. ნვიდია, გაიგეთ, პატარა კომპანიაა. მაგრამ ის ისრაელშია. მთელი მსოფლიო მათ მისდევს და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და არავინ ესმის როგორ. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ ხდება, რომ ისრაელის ეკონომიკა, როგორ ხდება, რომ შეკელი დიახ თითქმის ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა დოლართან მიმართებაში? როგორ? რატო? იმიტომ, რომ სწორად მოქმედებთ. ჩვენ გავხსენით ჩვენი ეკონომიკა, გადავაქციეთ იგი თავისუფალ ეკონომიკად. ჩვენ ამ მიღწევას თქვენთან ერთად უზიარებთ და მთავრობის პოლიტიკის, ეკონომიკის, კერძო სექტორისა და ჩვენი მოქალაქეების გენიალურობის კომბინაცია ისრაელს დიდ ძალად აქცევს. და ჩვენ ჯერ კიდევ სხვა გამოწვევებიც გვაქვს. მე ვისაუბრე უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ ასევე გვაქვს გამოწვევები იმ დელეგიტიმაციის კამპანიის წინაშე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გატარებენ მსოფლიოში და ამასთანაც გაუმკლავდებით. ეს მერვე ფრონტია. არ ვაპირებ მის უგულებელყოფას, ვაპირებ მოქმედებას ამ მიმართულებით. ამიტომ მიღწევები უზარმაზარია. იცით რა არის ყველაზე დიდი მიღწევა? მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა ყველა იმ ნულისთვის, რომლებიც ლაპარაკობენ 100%-ზე. იცით რა არის ამ ომის ყველაზე დიდი მიღწევა? ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ თეთრ ხეობაში და შემდეგ მთებში რომ არ გვემოქმედა, ილანს უკვე ექნებოდა ატომური ბომბები ჩვენი გასანადგურებლად. და სწორედ ეს ავიცილეთ თავიდან.
ჩვენ მოვიშორეთ დაუყოვნებელი საფრთხე. მოვიშორეთ ათასობით და ათასობით ბალისტიკური რაკეტის დაუყოვნებელი საფრთხე. ხედავ აქ ხალხს, რომლებიც ჩუმად ხედან უკან. მოიცადეთ რა, ამას ტაში უნდა დაუკრათ. რა თქმა უნდა. ეს ჩვენი არსებობა, ეს ჩვენი სიბრძნეა. ეს არის მარტივი პრინციპი, რომელსაც მე უჯერებ. ვინც მოდის შენს მოსაკლავად, ადექი ადრე და მოკალი პირველი. ნუ მისცემ უფლებას, რომ მან მოკლას. პირველმა იმოქმედე. ეს არის ჩვენი ნამდვილი პოლიტიკა. და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს, რადგან ისტორია არ ჩერდება, გამოწვევები არ შეწყვდება. ჩვენ მოგვიწევს პოზიციის დაკავება საერთაშორისო არენაზეც. გარდა იმისა, რომ ვიმუშაოთ ჩვენს დიდ მეგობართან, შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა. ასევე გამოვყავით 350 მილიარდი შეკელი თავდაცვის ბიუჯეტში მომდევნო ათწლეულისათვის. დამატება. რატო? იმიტომ რომ მინდა ისრაელის სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი. მინდა იარაღის წარმოების ინდუსტრია იყოს მიწისქვეშა და რაც შეიძლება დამოუკიდებელი. და ასევე ვაფართოვებ ჩვენს ალიანსებს. ჩვენ შევინარჩუნებთ არსებულ ალიანსებს და გავაფართოვებთ მათ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები. და ეს არის მარტივი მიზანი. ახლა გუშაციონში შევხვდი ჯარისკაცებს, რეზერვისტებს, რომლებიც სნაიპერების კურსს გადიან. ეს უბრალოდ საოცარია, რომ ხედავ მათ. საოცარია მათი სულისკვეთების დანახვა და შეგრძნება. არ მოусვინო არხებს, არ მოусვინო ამ უიმედობის ინდუსტრიას. ჩვენ კვიები ვართ. ისინი მოდიან მთელი ქვეყნიდან და მზად არიან იბრძოლონ და გააგრძელონ ბრძოლა ჩვენი მიწისთვის. და შემდეგ მათ ერთი კითხვა დამისვეს. რადგან ერთმა მკითხა. პრემიერ-მინისტრო, რა არის თქვენი ხედვა და რას წარმოიდგენთ 30 წლის შემდეგ? მე მას უპასუხე. აქ არავინ არის წინასწარმეტყველი, მაგრამ ერების ცხოვრებაში ძალა ნამდვილად განსაზღვრავს ბედს. თუ ძლიერი იქნები, ისინი შენთან მოვლენ, შენთან ალიანსებს შექმნიან და შენთან ნორმალიზაციისა და მშვიდობის შეთანხმებებს გააფორმებენ. მაგრამ თუ სუსტი იქნები, განსაკუთრებით ამ რეგიონში, შენი ბედი სრულად იქნება განსაზღვრული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ეს სუდ ჩვენთან გააკეთონ. 30 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ და 10 წლის შემდეგ მე ვხედავ ისრაელს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავი, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაარტყას თავის მტრებს. ვინც მოდის შენს მოსაკლავად, ადექი და პირველმა მოკალი იგი და ჩვენ ვიქნებით ძალიან ძლიერები. ისევე როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ასევე ადგილობრივ მთავრობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებში და ჩვენს ყველა უსაფრთხოების სტრუქტურაში. ისრაელის ხალხი ცოცხალია და ისრაელის მარადიული არ იტყუება. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა.